მოგესალმებით ეთერშია სტასოტევის საინფორმაციო გამოშვება დღის მთავარ სიახლეებს მარია მელიავა გაგაცნობთ. დასოს რექტორი პროფესორი თეიმურ ასქორიძე არჩეულია ევროპის რექტორთა საბჭოს წევრად. ამ საბჭოს წევრობა უნივერსიტეტს მნიშვნელოვან უფლებებს და პრივილეგიებს ანიჭებს ელიტური სოციალური ინსტიტუტებისადმი მიკუთვნებას, ყოველწლიურ სამეცნიერო პრაქტიკულ კონფერენციაში, Euro Education მონაწილეობას, საერთაშორისო სამეცნიერო გაცვლებისა და თანამშრომლობის პროგრამებში მონაწილეობას, კვოტა სტაჟირების გავლას, პრაქტიკულ სემინარ ტრენინგებში მონაწილეობას, დასოს შესახებ ინფორმაციის განთავსებას ყოველწლიურ კატალოგში World Universities, სხვადასხვა საპატიო წოდებასა და ჯილდოზე კანდიდატთა წარდგენის უფლებას. საბჭოს ვებგვერდზე ჩვენი უნივერსიტეტის შესახებ ინფორმაციის განთავსებას, საბჭოს წევრი უნივერსიტეტების ინტერესების წარდგენას პრესტიჟულ საერთაშორისო ფორუმებზე, სიმპოზიუმებზე, კონფერენციებზე და სხვა. 21 საუკუნეში ინტელექტუალურ განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დასოს რექტორი პროფესორი თეიმურ ასქორიძე ოქსფორდის ლიდერთა სამიტმა სოკრატეს უმაღლესი საერთაშორისო ორდენითა და შესაბამისი დიპლომით დააჯილდოვა. საქართველოს მთავრობის განკარგულებით იანვრის ოფიციალურ ქმედღებს კიდევ 5 დასვენების დღე დაემატა. ესენია 2025 წლის 3 იანვარი, 6 იანვარი, 8 იანვრიდან 10 იანვრის ჩათვლით დღეები. ამგვარად დასვენების დღეები იქნება 1-დან 12 იანვრის ჩათვლით. ვინაიდან 1, 2 და 7 იანვარი ისედაც უქმედღე, ხოლო 4 და 5 და 11-12 იანვარს შაბათ-კვირაა. დასვენების დღეები არ ვრცელდება საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული პირების წინაშე შესაძლოებელ ფინანსურ ვალდებულებებზე, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ საქმიანობაზე, მათ შორის ამავე კანონის მესამე მუხლით 1 პუნქტის 10 პუნქტით გათვალისწინებულ შესყიდვებთან დაკავშირებულ და სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ დავების განხილვის საბჭოს საქმიანობაზე. შინაგან საქმეთა სამინისტრო სხვადასხვა მედია საშუალებაში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ანგარიშზე დაყრდნობით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც 26 ოქტომბრის არჩევნების დღეს სიღნაღის მუნიციპალიტეტში მათი სადამკვირვებლო მისიის წევრების ავტომობილ საბურავები განზრახ დაუზიანეს და მანქანა დააჯახეს. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია, აღნიშნული მომხდარ შემთხვევაზე დაწყებულია ადმინისტრაციული სამართალწარმოება სამართალდამღვრევი მძღოლის დადგენისა და შესაბამისი რეაგირების მოხდენის მიზნით. ქსურს გამოვეხმაუროთ სხვადასხვა მედია საშუალებაში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ანგარიშზე დაყრდნობით გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების დღეს კახეთში სიღნაღის მუნიციპალიტეტში მათი სადამკვირვებლო მისიის წევრების ავტომობილ საბურავები განზრახ დაუზიანეს და მანქანა დააჯახეს. განვმარტავთ, რომ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში შესული შეტყობინების მიღებისთანავე შესაბამისი სამართლებრივი რეაგირების მოხდენის მიზნით ადგილზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი გამოცხადდა. მომხდარის გამოწვევი მიზეზის დასადგენად სამართალდამცველობის მიერ მოხდა მიმდებარე ტერიტორიის დათვალიერება. შეტყობინების ინიციატორთან გასაუბრების შემდეგ შედგა შესაბამისი დოკუმენტაცია. ქონდა ძალიან სასარგებლო და კარგი საუბარი თუ როგორ უნდა ჩატარდეს ახალი არჩევნები. ამის შესახებ ძლიერი საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ პრეზიდენტისა და ოპოზიციური პარტიების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. ბადრი ჯაფარიძის თქმით, შეხვედრაზე პრეზიდენტმა გამოთქვა მზაობა ქართული ოცნების თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილთან დიალოგთან დაკავშირებით. ამავდროულად ვმსჯელობთ პრეზიდენტთან ერთად თუ როგორ უნდა გადავდგეთ შემდგომი ნაბიჯები, რომ იყოს უზრუნველყოფილი ახალი არჩევნები. პრეზიდენტმა განაცხადა მზაობა დიალოგისთვის ბიძინა ივანიშვილთან. განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ. თბილისის საკრებულოში გამართულ სხდომაზე, რომელზეც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ბიუჯეტი დასამტკიცებლად წარადგინა სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე გურამ ოქროპირიძემ მიმდინარე წელს განხორციელებულ მნიშვნელოვან პროექტებზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, წელს ისევე როგორც უკანასკნელი წლების განმავლობაში სპორტისა და ახალგაზრდობის მიმართულებით ბევრი მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. მათ შორის აღსანიშნავია მრავალფუნქციური ცენტრების კონცეფცია, რაც სიახლეა ჩვენს ქვეყანაში. ასევე ისასობით სტადიონი, რომელთა მშენებლობა რეაბილიტაციაც განხორციელდა. თბილისის საკრებულოს ცნობით, დღესვე საკრებულოს წევრმა მწვრთნელთა მხარდაჭერის პროგრამის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სასურველი იქნება შესაძლებლობების ფარგლებში შემდეგი წლის ბიუჯეტში განხილული იქნას პროგრამაში ჩართულ მწვრთნელთა ხელფასების 10%-იანი ზრდა, რაზეც დედაქალაქის მერისგან თანხმობა მიიღო. დღეს საქართველოს ყავს დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლება, რომელიც არავის მისცემს იმის საშუალებას, რომ ქართველი ხალხის უმრავლესობის დემოკრატიული არჩევანი ვინმე მტეჭქვეშ დააყენოს. ამის შესახებ თბილისის საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე ლევან აბაშიძემ ქვეყანაში განვითარებული მოვლენების შეფასების დროს განაცხადა. მისი განცხადებით, საქართველოში ჩატარდა დემოკრატიული არჩევნები და მოსახლეობამ საკუთარი არჩევანი დააფიქსირა. ლევან აბაშიძემ დედაქალაქის მერის ანგარიშზე და მომავალი წლის ბიუჯეტზეც გამოხულა ყურადღება. მან არსებულ გამოწვევებზეც ისაუბრა და ავარიული ლიფტების პრობლემის მოგვარების აუცილებლობას გაუსვა ხაზი. აბაშიძემ თბილისის მერის ანგარიში დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ მომავალი წლის ბიუჯეტი უპრეცედენტოდ მაღალია. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.
ჩვენი ქვეყანა მშვიდობით და ღირსებით აუცილებლად გახდება ევროპული ოჯახის წევრი, ხოლო ჩვენი ქალაქი კი წლების წინ დაწყებულ წარმატებულ და სწორ განვითარებას კვლავ გააგრძელებს. ამის შესახებ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძემ წარმომადგენლობითი ორგანოს ხდომაზე განაცხადა, სადაც დედაქალაქის მერი კახა კალაძე ყოველწლიური ანგარიში წარს დგა. გიორგი ტყემალაძის განცხადებით განვლილი წელი არა მხოლოდ ქალაქის განვითარების მიმართულებით, არამედ პოლიტიკური დღის წესრიგითაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მისივე თქმით, უსამართლობაა, როდესაც იმ ხელისუფლების მიმართ, რომლის პირობებშიც მიღწეულია აბსოლუტურად ყველა წარმატება ევროინტეგრაციის მიმართულებით, კურსის ცვლილების ბრალდებები ისმის. გიორგი ტყემალაძემ საქართველოს მოსახლეობას მიმდინარე წელს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში მხარდაჭერისთვის კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა. ტრამპი ამერიკის მოსახლეობის უმრავლესობამ აირჩია და ის, რა თქმა უნდა, ამერიკის ინტერესს გაატარებს. ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ქვეყანა, ჩვენს გასაკეთებელს აქაც ტრამპი გააკეთებს და ვერც რომელიმე ევროპული ქვეყნის წარმომადგენელი. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, არსებობს ბევრი მიმართულება, რაზეც ტრამპის ადმინისტრაციასა და საქართველოს ხელისუფლებას შორის თანხმედრა არსებობს. რაც შეეხება ჩვენს ქვეყანას, განვითარებას და წინსვლას, ეს ყველაფერი ჩვენზეა. ხალხზე და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის მიერ არჩეულ მთავრობაზეა დამოკიდებული. ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ინტერესი. ჩვენ რატომ დაგვიჭირა მხარი ხალხმა, იმიტომ რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესი გავატაროთ. ტრამპი აირჩია ამერიკის მოსახლეობის უმრავლესობამ და ის, რა თქმა უნდა, ამერიკის ინტერესს გაატარებს. ჩვენს გასაკეთებელს აქაც ტრამპი გააკეთებს და ვერც რომელიმე ევროპული ქვეყნის წარმომადგენელი. ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ქვეყანა, განაცხადა კალაძემ. სხვადასხვა სფეროსა და ჯგუფის 50-მდე წარმომადგენლისგან შემდგარი საინიციატივო გუნდი ქვეყნის პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად საქართველოს საზოგადოებრივ ასამბლეას უყრეს საფუძველს. როგორც ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, საქართველოს საზოგადოებრივი ასამბლეის მიზანია სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარების ხელშეწყობა, დაკავებულების გათავისუფლება და ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე დაბრუნება. ვაცნობიერებთ, რომ ამ ბიზნების მისაღწევად უმნიშვნელოვანესია ფართო საზოგადოებრივი კონსენსუსი, განსხვავებულ პოლიტიკურ პარტიებსა და ინტერესთა ჯგუფებს შორის კოორდინაციის, მდგრადი თანამშრომლობის მექანიზმის არსებობა. მიზანშეწონილად მიგვაჩნია საზოგადოებრივ-პოლიტიკური თანამშრომლობის პლატფორმის საქართველოს საზოგადოებრივი ასამბლეის შექმნა, რომელიც დაეფუძნება 1917 წლის საქართველოს ეროვნული ყრილობის მემკვიდრეობას, გააერთიანებს საზოგადოებას, განსხვავებული პარტიებისა და საზოგადოებრივი ჯგუფების წარმომადგენლებს. ნათქვამია ასამბლეის მემორანდუმში, როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, ყველა დაინტერესებულ პირსა და ჯგუფს შეუძლია იდეის გაზიარება. დაკავებული დემონსტრანტების მიმართ, რომელთა წინააღმდეგაც გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსით არის დაწყებული წამებისა და არაადამიანური მოპყრობის შემთხვევებიც ფიქსირდება, როგორც ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირების მიმართ. ამის შესახებ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძემ განაცხადა, რითაც მიმდინარე აქციების დროს დაკავებული პირების მიმართ განხორციელებულ არაადამიანურ მოპყრობას გამოეხმაურა. მისი თქმით, პრობლემურია მოსამართლეთა დამოკიდებულება ბრალდებულების მიმართ. მოსამართლეები ბრალდებულების მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე დროულ რეაგირებას არ ახდენენ. ასეთი შემთხვევა მოხდა საბას ხვიტარიძის შემთხვევაში, რომელმაც მასზე განხორციელებულ ძალადობაზე სასამართლო პროცესზე დეტალურად ისაუბრა. ასეთი მსგავსი შემთხვევა ფიქსირდება ალეკო ელისაშვილის შემთხვევაშიც, რომელიც აცხადებს, რომ დაკავების მომენტში მასზე ფიზიკური ძალადობრივი აქტი განხორციელდა. რეზო კიკნაძის შემთხვევაში სიტყვიერი და ფსიქოლოგიური ძალადობა განხორციელდა. მისი თქმით, მას ცოცხლად დამარხვით დაემუქრნენ, განაცხადა ქურდოვანიძემ. ეროვნული ბოტანიკური ბაღის დირექტორი ირინე დანელიას იაპონიასა და საქართველოს შორის კულტურული ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის იაპონიის ელჩის სიგელი გადაეცა. ამის შესახებ ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, დანელიას სიგელი იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში იშიკუძა ჰადეკიმ საკუთარ რეზიდენციაში გამართულ ღონისძიებაზე გადასცა ქვეყნებს შორის მეგობრობისა და კეთილგანწყობის ხელშეწყობისთვის მადლობა გადაუხადა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში იაპონიის საელჩოს მხარდაჭერით გაშენებულ იაპონურ ბაღში ყოველწლიურად იმართება საკურას ყვავილობის ფესტივალი, ტარდება ჩაის ცერემონიები და იმართება ლექციები, რომლებიც ხელს უწყობენ იაპონური კულტურის პოპულარიზაციას ბოტანიკური ბაღის ვიზიტორებს შორის. აღნიშნულია ინფორმაციაში. ახლა კი გაგაცნობთ უცხოეთის სიახლეებს. აქტაუსთან მომხდარ ავიაკატასტროფას 25 ადამიანი გადაურჩა. ამის შესახებ ინფორმაციას ყაზახეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო ავრცელებს. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება. წინასწარი ინფორმაციით 25 ადამიანი გადარჩა, მათგან 22 ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი. აცხადებენ ყაზახეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროში. თვითმფრინავის ბორტზე 72 ადამიანი, მათ შორის 67 მგზავრი და ეკიპაჟის 5 წევრი იმყოფებოდა. აზერბაიჯანის ავიახაზების ცნობით თვითმფრინავი Embraer 190, რომელიც ყაზახეთის ქალაქ აქტაუს მახლობლად ჩამოვარდა, ბაქოდან გროზნოში მიფრინავდა, თუმცა ნისლის გამო მარშრუტი შეიცვალა.
პუტინმა თავდასხმისთვის შობა განზრახა ირჩია, რა შეიძლება იყოს ამაზე უფრო არაჰუმანური. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს. 70-ზე მეტი რაკეტა, მათ შორის ბალისტიკური რაკეტები და 100-ზე მეტი დრონი, სამიზნე ჩვენი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა იყო. ისინი უკრაინაში ელექტროენერგიის გათიშვის მცდელობებს აგრძელებენ, წერს უკრაინის პრეზიდენტი. ზელენსკის ცნობით უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსების მიერ გაშვებული 50-ზე მეტი რაკეტა და დრონების უმეტესობა ჩამოაგდეს. რუსული ბოროტება უკრაინას ვერ გატეხს და შობას ვერ ჩაშლის, აღნიშნავს ვოლოდიმირ ზელენსკი. ჩემი და ჩემი ხალხის სახელით გულწრფელად ვილოცავ თქვენს აღმატებულებას საქართველოს პრეზიდენტად არჩევას. ამის შესახებ ნათქვამია თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის მისალოც წერილში. როგორც ერდოღანი აღნიშნავს, მას იმედი აქვს, რომ მიხეილ ყავილაშვილის უფლებამოსილების ვადებში საქართველოსა და თურქეთს შორის არსებული ურთიერთობა კიდევ უფრო განვითარდება. პატივცემულო არჩეულო პრეზიდენტო, ჩემი და ჩემი ხალხის სახელით გულწრფელად ვილოცავ თქვენს აღმატებულებას საქართველოს პრეზიდენტად არჩევას, რომელთანაც ახლო მეზობლობა და სტრატეგიული პარტნიორობა გვაკავშირებს და ასევე გისურვებთ წარმატებებს ამ საპატიო მოვალეობის შესრულებაში. ნათქვამია ერდოღანის განცხადებაში. ასეთი იყო მიმდინარე სიახლეები მომავალ შეხვედრამდე.